ქუთაისში 1921 წელს მარტში თბილისი უკვე დაკარგულია. მარტში შედგა მოლაპარაკება მთავრობასა და რევკომს შორის. მთავრობიდან იყო გრიგოლ ლორთქიფანიძე, აქედან იყო ბუდუ მდივანი და აბელ ენუქიძე, ეს ცნობილი ბოლშევიკი და ერთმანეთში საუბრობდნენ და ლორთქიფანიძეს ესმოდა რომ არა ეს ჯარიო დროებით შემოვიდაო. კიო, რასაკვირველია დროებით შემოვიდაო რუსული არმია. როგორც კი ქართულ წითელ არმიას შევქმნითო, ესენი გავლენო და ჩვენ ვიქნებითო ეროვნულ საკითხში ვიქნებითო თავისუფალი დამოუკიდებელი ქვეყანა და თავისთავად ალბათ ლორთქიფანიძე ეუბნებოდა რომ უცხო ქვეყნის ჯარით შემოხვედით და ამათ არ ვიცი მართლა წამდათ თუ თავს აჩვენებდნენ რომ შემდეგ ქართული არმია იქნებოდა და ქართული ჯარი ჩადგებოდა საქართველოში, რთული სათქმელია. იყვნენ გულით და სულით კომუნისტები, სოციალისტები, მათთვის ესე იგი საქართველო იყო ბევრისთვის უბრალოდ ერთი მონაკვეთი მსოფლიო რუკაზე და როცა შემფიქრობ რომ თერი მსოფლიო უნდა გააწითლო, იქ რასაკვირველია საქართველოს საკითხი არის ძალიან უმნიშვნელო. თუმცა ბევრისთვის კიდე როგორი მომენტია სტალინისთვის მაგალითად სტალინი ძალიან ადრიდან უმიზნებდა საბჭოთა კავშირის მეთაურობას და მისთვის თუ კი საქართველო იქნებოდა დამოუკიდებელი ის იქნებოდა უცხოელი რუსეთში როგორია შენ ხარ ქართველი და საქართველო არის ამ დროს შენი დაპირისპირებული სხვა მთავრობით და მაინც უცხოელად დარჩებოდა რაც არ უნდა ეძახათ რომ ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს არა და საბჭოთა კავშირი იყო რომელიც ეროვნული ნიშნით დასდევდა ადამიანებს და იგივე მეგრელთა საქმე მაგალითად მანამდე პოლონელების საქმე იყო ეროვნების გამო ხრებდნენ ადამიანს და თან ეძახდნენ რომ ეროვნებას რა მნიშვნელობა აქვს